თქვენ ახსენეთ რომ ბიზნესში თქვენ ფულს არ ხარჯავს თქვენ პარტიას, მაგრამ ზოგადად თქვენ იმას ამტკიცებთ რომ არც დაუხარჯი არასდროს. მე მგონი არ გამოჩნდება სერიოზულად. მე მგონი ჩვენ ყველას გვესმის, მაგრამ მეც რა მაინტერესებს, აი თუ გვესმის რომ წარმომავლობა მისი ფულის არ არის ქართული. რუსეთია, სინგაპურია, რაც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს. იქიდან შემოვიდა ეს ფული. 12 წელს თქვენი ლოგიკით, მას ხო უნდა ნებართვა აიღო ფაქტობრივად და თუ ხელისუფლება არ დაეთანხმებოდა რომ ამ ფულის დახარჯვა მოსულა ხელისუფლების შესაძლებლად, მაშინ ვერ დახარჯავდა. ანუ თქვენი ლოგიკით, თქვენ ხო 12 წლის ბიზნესს ებრძვით. და მე მაინტერესებს, საიდან მოგაქვს ეს ლოგიკა ჯერ ერთი საუბრად თქვენივე კანონით 26 წლის კი, თქვენ იმეორად ამას მარტივად 26 წელია, მაგრამ მე მაინტერესებს პრინციპი. დავაზუსტე, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება მოამზადეთ რაღაც პასუხი, გაუბიხართ თავის ადამიანის ამბავი მაინტერესებს. საკითხს გაუბიხართ. ხო და მე ვამბობ მარტივ რაღაცას. მე მაინტერესებს ის. პირველ რიგში მაინტერესებს. თქვენ როცა ამ კანონს წერთ, საბოლოო ჯამში თქვენ რა პრინციპით ხელმძღვანელობს? კანონის უზენაესობას ყველა ადამიანს შეეხება და თქვენ დაიწყებთ გამოკვლევას, ოფშორული კომპანიები ბიზნესმენშულის რაღაცნაირად ჩართული არიან ჩვენ პოლიტიკაში თუ არა, ჩვენ ნახავთ ასეთ გამოკვლევას მინიმუმ თუ ძველი პრინციპი რო არსებობს, გეცოდინებათ რომ მეგობარს ყველაფერი და მტერს კანონიო. თუ ამ პრინციპით იქნები და თქვენ სჭირდებათ მხოლოდ მათთვის, ვის თქვენ არ მოგწონთ. მე კონკრეტულ ადამიანზე გეკითხებით, რომელსაც თქვენ დარწმუნებულად პატივსცემთ და ძალიან აფასებთ მის ჩართულობას ჩვენ პოლიტიკაში და თან ხვდებით რომ ფული უცხოურია. ქართულ ოცნებას რაც შეეხება, შეგიძლიათ შეხვიდეთ განსხვავებით NGO-ებისგან, შეხვიდეთ სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე ალბათ ახლა პარტიების დაფინანსებების დეკლარაციები და ნახოთ 2012 თუ 11 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნების თითოეული თეთრი როგორც შემოსავალი, ისე გასავალი აღრიცხული. და თქვენ NGO-ებისგან ისაც თქვენს ნაცვლად უხერხულობას გრძნობ, როცა ბიზნესში არ აქვს ფული დახარჯვა თქვენ პარტიაზე და ამ ერთმანეთს დაუთმოთ. გეუბნებით დგას თქვენი პარტია და ამბობთ ფული არ დავხარჯიო. გეუბნებით შედით და ნახეთ დეკლარაცია. კარგი. ხო და ამაში ეს დეკლარაციის ფული შემდეგი თემა ეს